საქართველოს ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის კლასიკური მოდელი აქვს აღებული, რომელიც ეფუძნება შეჯიბრებითობის პრინციპს და გამორიცხავს მოსამართლის მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტი შედგება 12 მსაჯულისა და 2 სათადარიგო მსაჯულისგან. იგი არ არის მუდმივი ორგანო, მისი შეკრება ხდება დროდადრო, როდესაც საქმე მის კომპეტენციას მიეკუთვნება. ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში ახალი დანერგილია და ჯერ მოქალაქეებს კარგად არ აქვს გააზრებული მისი მნიშვნელობა. ამიტომაც ამ ინსტიტუტს ჰყავს ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე. საქართველოში ნაფიც-მსაჯულთა შერჩევა ხდება საარჩევნო სიებზე დაყრდნობით, რომელსაც სერვისების განვითარების სააგენტო ყოველწლიურად უგზავნის სასამართლოს. საქართველოში მრავალი საუკუნის წინ არსებობდა ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის მსგავსი წარმონაქმნი. საზოგადოების წევრები იკრიბებოდნენ, რათა ერთად განიხილათ სამართლებრივი საკითხები. მეფის რუსეთის არსებობისას ეს ინსტიტუტი გაუქმდა და მომრიგებელი მოსამართლით შეიცვალა, რადგან რუსეთი ფიქრობდა, რომ საქართველო არ იყო მზად თავისი სამართლებრივი კულტურით ამ ინსტიტუტისთვის. 1919 წელს საქართველოს მთავრობამ ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტი კანონში გაწერა, თუმცა მისი პრაქტიკული რეალიზება ვერ მოხერხდა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის გამო.